წარმოიდგინეთ ყველაზე პრეტენზიული კინომანი, რომელსაც არც კინოთეატრის სავარძლები ეჩვენება კომფორტულად, ვერც გადაჭედულ დარბაზს იტანს და ვერც ფეხი-ფეხზე გადადებული ჩერდება 2 საათნახევარი და საერთოდაც ფილმის ყურებას ღვინის ბოკალით ხელშია მიჩვეული. რთული დასაკმაყოფილებელია არა? ხშირ შემთხვევაში იდეები რაც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, TBC ბანკის კრეატიული ჯგუფისგან ხორციელდება. ინოვაციური პროექტი ამჯერად TBC ბანკის და კინოთეატრი რუსთაველის ერთობლივი იდეაა. TBC სინემა რუსთაველის კინოთეატრში VIP კლიენტებისთვის განკუთვნილი ახალი დარბაზია. ის რომ TBC კინოსთან ზოგადად ძალიან ახლოს არის, TBC ბანკის და კინოსთან ურთიერთობა საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ეს იყო ჩვენი ერთობლივი იდეა და ერთობლივი პროექტი კინოთეატრი რუსთაველთან ერთად, რომ შეგვექונה ისეთი მყუდრო და კომფორტული ადგილი, სადაც ჩვენ სტუმრებს საშუალება ექნებოდათ, რომ თავი იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში, TBC-სთან ერთად. და ძალიან კომფორტულ გარემოში, მოხერხებული სავარძლებით, სასმელით, რატომ მუხრანით, თუ რა ვიცი, მეგობრებთან ერთად უყურონ საყვარელ ფილმებს. დარბაზში არსებული კომფორტული გარემო და მყუდრო გარემო იძლევა იმის საშუალებას, რომ ფილმის ყურებისგან მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მიიღოთ და ის, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიული მაყურებლის გემოვნებასაც კი. ამ დარბაზს ემსახურება ინდივიდუალური ბარი და მოკლედ როგორც გითხარით, არის მაქსიმალური კომფორტი იმისათვის, რომ ფილმის ყურებისგან სიამოვნება მიიღო. We'll take whatever you need. Drop it to my feet. TBC სინემა ყველაზე მომთხოვნი და პრეტენზიული კლიენტის მოთხოვნებსაც კი დააკმაყოფილებს. დარბაზში მოხვედრა ცალკე შესასვლელიდანაა შესაძლებელი. ამ უკანასკნელს სპეციალური ბარიც ემსახურება, სადაც სტუმრებს ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნება შეუძლიათ. და რაც ყველაზე მთავარია, შვება თქვენი სხეულებისთვის. კომფორტული სავარძლები, რომლებიც თქვენთვის სასურველ მდგომარეობას მიიღებენ. მე ვერ გეტყვით რომ რაღაცა განსაკუთრებული არა აქვს ჩვენს კინოთეატრში, იმიტომ რომ ჰოლანდიაში ძალიან და გერმანიაში ხშირად დავდიოდი. რაღაცა განსაკუთრებული არ არის. უბრალოდ ცოტა ზომით პატარებია ჩვენები. ხო, რუსთაველის კინოთეატრი არ არის ესეთი პატარა, მაგრამ იქ ჰოლანდიაში და გერმანიაში ზომით უფრო დიდები. ასორტიმენტი ფილმების უფრო მრავალფეროვანია ხოლმე იქ. ჩვენთან სამწუხაროდ ბევრი, ასე ვთქვათ, ის არ აქვს რა, არჩევანის საშუალება. პრინციპში დროის გადასატარებლად მოდიხარ აქ. მე ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში მე ესე ვარ და თუ ამ დროის გატარების საშუალება გაქვს ბარშიც რაღაცა, არ ვიცი, დალიო თუ მიირთვა თუ რაღაცა, ალბათ ესეც რაღაცა სასიამოვნო პროცესია. ძალიან მომეწონა, კომფორტული გარემოა და მე ვფიქრობ მოთხოვნადი პროდუქტი იქნება და ულოცავ ინიციატორებს, ვინც ეს მოიფიქრა, ძალიან კარგად გააკეთეს სხვადასხვა და ახლა ქალაქში რაც უფრო მეტად ეს საინტერესო ადგილები იქნება, ბუნებრივია ყველა იხიერებს და ყველათვის მომგებიანი იქნება ეს. ბავშვები მომყავს ხოლმე, ვერ გეტყვი ძალიან ხშირად, მაგრამ მიყვარს კინოში მოსვლა. TBC ბანკის და კინოთეატრი რუსთაველის ერთობლივი პროექტი სტუმრებს ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმით მე და შენ წარუდგინეს. გეტყვით იმასაც, რომ ახალ დარბაზში მაყურებელი იგივე ფილმებს დაესწრება, რაც კინოთეატრის მთავარ დარბაზში გადის. TBC სინემას სწორედ ამ უკანასკნელის თავზეა მოქცეული და 46 ადამიანს იტევს. მოკლედ მოგვილოცავს, თუ თქვენს პრეტენზიულ მეორე ნახევარს ან მეგობარს კინოში ვერ მოათრევდით, ამიერიდან კარგი არგუმენტი გექნებათ. I've been thinking